საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამბობს, რომ 31 წლიანი არსებობის განმავლობაში პირველად 2025 წლის 4 ოქტომბერს დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებს ტრადიციული სადამკვირვებლო მისიით ვერ დააკვირდებიან. საიას თქმით, ქართული ოცნების მიერ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ გატარებული რეპრესიული პოლიტიკა და შემზღუდველი კანონების მიღება სრულფასოვანი სადამკვირვებლო მისიის ფორმირებას და არჩევნებზე დაკვირვებას შეუძლებელს ხდის. 2025 წლის 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთულ და მძიმე პოლიტიკურ და სამართლებრივ გარემოში ტარდება. ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ გატარებული რეპრესიული პოლიტიკა, შემზღუდველი კანონების მიღება, ასევე საარჩევნო კანონმდებლობით დამკვირვებლის სამართლებრივი ჩარჩოს გაუარესება ჩვენთვის პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის სრულფასოვანი სადამკვირვებლო მისიის ფორმირებასა და არჩევნებზე დაკვირვებას. საია გააგრძელებს ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის დაცვას და მიმდინარე სამართლებრივი გარემოს შეფასებას საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენს. სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს არც სამართლიანი არჩევნები დააკვირდება. როგორც ორგანიზაციამ 21 აგვისტოს განაცხადა, ამის მიზეზი ქვეყანაში შექმნილი გარემოა, სადაც თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩასატარებლად საჭირო პირობები დიდწილად დაცული არ არის.